ზუგდიდის სოფელ ორულუში ხანძარს 92 წლის კაცი ემსხვერპლა ცეცხლის საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა, მოხუცის გამოყვანა კი ვეღარ მოხერხდა. ოცნების წევრმა გიორგი ჭყონიამ ბათუმის მერიის წინ მდებარე სახლს უნებართოდ ჯერ 2 სართული დააშენა, შემდეგ კი კოშკი დაადგა. გამოცემა ბათუმელების ინფორმაციით ჭყონიას ეკუთვნის კომპანიაც, რომელმაც უნებართოდ აშენება გააკეთა. 2023 წელს ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ კონსტრუქციის დემონტაჟი მოითხოვა, თუმცა ოცნების წევრმა დადგენილება გაასაჩივრა, სასამართლომ კი ინსპექციის გადაწყვეტილება შეაჩერა და ჭყონიამ სამუშაოები გააგრძელა. უკრაინის დელეგაციამ ჟენევაში მუშაობა დაიწყო. პირველი შეხვედრები უკვე გაიმართა ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებთან. დღესვე იგეგმება მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციასთან. ველოდების შედეგებს და იმედი მაქვს, რომ ყველა მონაწილე კონსტრუქციული იქნება. ყველას გვჭირდება დადებითი შედეგი, აცხადებს ზელენსკი. სამშვიდობო გეგმაზე გადაწყვეტილება იქამდე არ მიიღება, ვიდრე ზელენსკი და ტრამპი პირადად არ შეხვდებიან და არ შეთანხმდებიან, წერს როიტერსი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო დეტალებს შევათანხმებთ, რათა შევადგინოთ უკრაინისთვის სასარგებლო შეთანხმება, ამბობს ოფიციალური პირი გამოცემასთან.